აზეგაბრას და ანტონიო კონდე, ვინ გახდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ქართულ დერბში, რატომ და ვინ ჩაანაცვლა გოგლიჩიძე ნაკრებში, ჩაკვე შოუ და რას ამბობს NBA-ის კალათბურთელი გოგა ბითაძეზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც სერიას მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ნაპოლი ინტერს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. ორივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა. ნაპოლის გოლი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოწოდებულ კუთხურს მოყვა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მანამდე შეხვედრაში პირველი საგოლე მომენტი ქართველს ჰქონდა. თანაბარი ტაიმი ჰაკან ჩალჰანოღლუს დაახლოებით 30 მეტრიდან გატანილი გოლით დამთავრდა. მეორე ტაიმში აღსანიშნავია მხოლოდ ჩალჰანოღლუს მიერ გაფუჭებული 11 მეტრიანი, რომელსაც შესაძლოა ინტერის ლიდერობა მოჰყოლოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. სწორედ ამ 11 მეტრიანმა და მსაჯების გადაწყვეტილებებმა გააბრაზა ანტონიო კონდე, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ეპიზოდიც მოიყვანა. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. აქ თამაში ყოველთვის რთულია. არ ვიცით დღევანდელი შედეგი უკეთესია თუ უარესი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სამ ტოპ გუნდთან, როგორებიც არიან ინტერი, მილანი და იუვენტუსი, სამი გასვლითი შეხვედრა ჩავატარეთ და სახლში 5 ქულით ვბრუნდებით. იმის მიუხედავად, რომ არარსებული პენალტი დაგვიდეს. ამით ისეთი რაღაცის შექმნას ცდილობენ, რაც ძალიან მაწუხებს. მეუბნებიან, რომ არარსებულ 11 მეტრიანზე ვარი ვერ ჩაერევა. თუ შეცდომა უნდა ჩაერიოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დასანიშ 11 მეტრიანს არ აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, კვარაცხელიას ეპიზოდს მოვიყვან, რომელიც რამდენიმე ტურის წინ მოხდა. ეს აშკარა პენალტი იყო, როდესაც ხელი უბიძგეს და წააქციეს. აშკარა პენალტი იყო, მაგრამ ვარის საქმეში არ ჩართულა. რას ნიშნავს, რომ ვარს ჩარევა არ შეეძლო, თუ მსაჯმა შეცდომა დაუშვა. როცა უნდათ ერევიან, საჯის გადაწყვეტილებას შეუძლია შეხვედრის შეცვლა. თუ არის შეცდომა, უნდა ჩაერიოს და მორჩა. ეს არის ის, რაც ნამდვილად მაბრაზებს. არ მგონია მხოლოდ მე ვიყო ასე. ყველა მწვრთნელი ჩემსავით ფიქრობს. ეს არის წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ შეცდომა, ვარი უნდა ჩაერიოს. საჯი წავიდეს და ნახოს მომენტი. ესაა და ეს. ვარის პროტოკოლი უნდა შეიცვალოს. თქვენ რას ფიქრობთ, ეთანხმებით თუ არა კონდეს აზრს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი გეტყვით, რომ ნაპოლი 26 ქულით კვლავ სერიას ლიდერია, მაგრამ კონკურენტებს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ამ მხრივ სერიაში იშვიათი და საოცარი ვითარება. 26 ქულით პირველ ადგილზე მყოფ ნაპოლის, 25 ქულით მყოფი ატალანტა, ფიორენტინა, ინტერი და ლაციო მოხვება. მე-6 ადგილზე მყოფ იუვენტუს კი 24 ქულა აქვს. ასე რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ძალიან ბევრი დაზაბული და საინტერესო შეხვედრა გველოდება. ახლა კი საფრანგეთი, სადაც თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1-ში რონალპის დერბი დაბრუნდა. გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენს უმასპინძლა და მინიმალური სხაობით 1-0 გაიმარჯვა. შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველს რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ამჯერად გუნდის დახმარება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მაგალითად, ჰუსკორდის მიხედვით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გახდა. გიორგი მიქაუტაძე კი შეხვედრაში ბოლო წუთებზე ჩაერთო და მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში მის აქტიურობას გოლიც მოჰყვა. თუმცა საქმეში ვარი ჩაერთო და ქართველის ხელით თამაშის გამო ეს გოლი გაუქმდა. საბოლოოდ ამ შეხვედრის შემდეგ ლიონი 18 ქულით მე-5 ადგილზეა. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენს კი 10 ქულა აქვს და გასავარნ ზონაში მე-16 ადგილზეა. ახლა კი სამწუხარო ინფორმაცია. საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში საბა გოგლიჩიძე ალექსანდრე კალანდაძემ ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ იტალიის სერიას მე-12 ტურში დისკვალიფიკაციის შემდეგ საბა გოგლიჩიძე დაბრუნდა. თამაში ძირითადიდან დაიწყო და ტრადიციულად კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა საბამ 71 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ამ დრომდე, როგორც ცნობილი იყო, ქართველ მცველს კუნთის სპაზმის პრობლემა ჰქონდა. ასევე აქამდე ცნობილი იყო, რომ საბას ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოკვლევა უნდა ჩატარებოდა და შემდეგ გახდებოდა ცნობილი, ითამაშებდა თუ არა ის ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში, რომლიდანაც ერთ-ერთი სანიოლის თქმით ძირითადიდან უნდა დაეწყო. თუმცა როგორც ჩანს, სანიოლმა ტრავმის გამო საბა გოგლიჩიძის ნაცვლად დინამო თბილისის ცენტრალური მცველი სანდრო კალანდაძე გამოიძახა. 23 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გასული წლის შემოდგომაზე ნორვეგიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ. ბუდუ ზივზივაძემ კი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურში მორიგი გოლი გაიტარა. კალცრუემ საკუთარ მოედანზე მიუნსტერს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ანგარიში ქართულმა გახსნა, გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა.
30 წლის ზივზივაძეს კი მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზეა 2 საგოლე გადაცემაც. აღსანიშნავია, რომ ბუდუ ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. ამასთან ქართველს 2 გოლი გერმანიის თასზეც აქვს გატანილი. ანუ მთლიანობაში ბუდუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლია, რაც ძალიან კარგი შედეგია. ასე რომ ბუდუ ნაკრებს შესანიშნავი განწყობით შეუერთდება. ნაკრებში გოლით ბრუნდება ლევან შენგელიაც. საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ქართველის ოპკრეტამ ათენის კალითიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2-2 დამთავრდა. ქართველი, რომელიც მოედანზე 68 წუთის განმავლობაში იყო, თავი 29 წუთზე გამოიჩინა. 29 წლის შენგელიას საბერძნეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. გარდა ამისა, თითო გოლი და საგოლე პასი აქვს საბერძნეთის თასზეც. ასე რომ ლევანიც შესანიშნავ ფორმაშია. ახლა კი ჩაკვეს შოუ. ინგლისის ჩემპიონშიპის მე-15 ტურში ქართველის უთბორდმა ოქსფორდი იუნაიტედი დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. შეხვედრაში ჩაკვე ძალიან აქტიური იყო. გოლის გატანაც არაერთხელ შეეძლო, თუმცა საბოლოოდ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მოედანზე მაინც საუკეთესო იყო და შეხვედრის MVP-ც გახდა. ჩაკვეტაძემ კარში 2ჯერ დაარტყა, ჰქონდა 4 წარმატებული დრიბლინგი, ბურთს 59-ჯერ შეეხო, 3ჯერ კი საკვანძო პასი გააკეთა. შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქართველის შესანიშნავ თამაშზე ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ და უოტფორდის ავსტრიელმა მეკარემ დანიელ ბახმანმა. ჩაკვეტაძის ასეთი თამაშის ხილვა ნამდვილი სიამოვნება. საოცარია, როგორ იღებს ის ბურთს წნეხის მიუხედავად. როგორ მიაქვს ის და რამდენ შანსს ქმნის თანაგუნდელებისთვის. იშვიათია ფეხბურთელები, რომლებიც ისე ეპყრობიან ბურთს, როგორც ის. თუკი გიორგი მის სტატისტიკას გოლებსაც დაუმატებს, თვლი რომ პრემიერ ლიგის ტოპ 4-ეულის დონის მოთამაშე იქნება. ცხოვრებაში უმაღლესი კლასის ბევრი ფეხბურთელი მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ ჩაკვეტაძე სწორედ მათ უნდა გავუთანაბროთ. ის სიმშვიდე, რომლითაც მოედანზე თავის საქმეს აკეთებს, აღფრთოვანებას იწვევს. გიორგის ურთიერთობა ბურთთან ნამდვილად ფენომენალურია. ყოველ დღე ეს ხდება, ვარჯიშის დროს. მის კონტროლს უყურებ და ამ ყველაფრის გამეორება ძალიან რთულია. ბურთის მსგავსი კონტროლი ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს. ჩემ შვილს ვეუბნები, რომ ხშირად უყუროს გიორგის ვიდეოებს, რადგან მისგან ბევრ რამეს ისწავლის. მისი დრიბლინგები უბრალოდ ფენომენალურია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდელია. კარგია, რომ სანაკრებო შესვენებაზე ცხრილში მაღალი პოზიციით გავდივართ. შეგახსენებთ, რომ უოტფორდი 15 ტურის შემდეგ 25 გოლით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება. საბალობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა კი ლიონელ მესის ვარსკვლავური ინტერ მაიამი MLS-ის პლეი-ოფში დაამარცხა და მე-4 ფინალში გავიდა. გადამწყვეტი შეხვედრა ინტერ მაიამის სტადიონზე გაიმართა და დაძაბული შეხვედრა საბას გუნდის სასარგებლოდ 3-2 დამთავრდა. საბალობჟანიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ტრადიციულად მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება ვერ მოახერხა. ატალანტა მე-4 ფინალში ორლანდოს შეხვდება. სერიის პირველი მატჩი 24 ნოემბერს გაიმართება. ახლა კი კალათბურთი და NBA, სადაც გოგა ბიტაძე ზედიზედ მე-4 თამაშია ორლანდო მეჯიკის ძირითად შემადგენლობაშია. ქართველმა კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად ორლანდოს სახლში ვაშინგტონ ვიზარდს დაუპირისპირდა და მეტოქე 121-94 დაამარცხა. ქართველმა ჯამში 21 წუთი და 39 წამი ითამაშა. ამ დროში მან ორმაგი დუბლი, 10 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა. მის ანგარიშზე ასევე 3 პასი და 1 დაფარება. გოგას თამაშზე ორლანდოს ერთ-ერთმა ლიდერმა ფრანც ვაგნერმა ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გოგა ბიტაძემაც. ვიზრდებით, გასულ შეხვედრაში ვნახეთ, რომ მეორე ტაიმში მომზადებულები უნდა გამოვიდეთ და სწორედ ეს გავაკეთეთ. დაცვა თამაშს იგებს. დაცვაში დიდებული უნდა იყო. საკუთარ ფარზე მოხსნები უნდა დააგროვო და შეტევაში მარტივი ქულები უნდა იყო. სწორედ ეს ყველაფერი გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ. ეს მხოლოდ მე არ მეხება, ჩემთვის მთავარი გამარჯვება. ეს ამ ხალხის დამსახურება. ისინი მხარს მიჯერენ, მენდობიან და მე მხოლოდ ის უნდა გავაკეთო, რაც ყველაზე კარგად გამომდის. უნდა გავიდე, 100%-ით დავიხარჯო. ამის გაკეთება იოლი არ არის. როცა არ გაქვს საკმარისი პრაქტიკა და მე მნიშვნელოვანი წუთების თამაში გიხდება. ეს მისი დამსახურებაა, რადგან ყოველთვის მზად არის. ასეთი რამ ადრეც გაუკეთებია. ასე რომ საერთოდ არ მიგვირს გოგას კარგი თამაში. ბოლო თამაშებში დიდებული სამუშაო გასწია. ჩვენ მეტი შანსი შეგვიქმნა. ეს კი ურთულესია. გოგა აქტიური იყო ფარქვეში, განსაკუთრებით დაცვაში. ვფიქრობ, ხანდახან იმას ვერ იღებს, რასაც იმსახურებს. როგორც თქვი, ეს სიტუაცია ჩვენ ძალიან წაგვადგება.
პიტაძის გუნდს 5 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს შარლოტ ჰორნეტსთან გამართავს. სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიომ კი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ პორტლენდ ტრეილბლეიზერსი 118-ით 105 დაამარცხა. მამუკელაშვილმა 7 წუთი და 53 წამი ითამაშა და მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო. სანდროს ანგარიშზე იყო 3 მოხსნა და 1 დაფარებაც. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს იუტა ჯაზთან გამართავს. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია კი იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. ქართველის გუნდი მეშვიდე ტურში ვარეს ესტუმრა და 95-ით 104 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ჯამში 24 წუთი ითამაშა. მას საკუთარი გუნდიდან მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა. 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი. თორნიკეს გუნდს 6 მოგება და 1 წაგება აქვს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავენ. ახლა კი, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.